მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. მე ვარ ტრევორი და ეს ყველაფერი დავაარსე 1999 წელს. ეს იდეა გამიჩნდა ბავშვობაში, მაშინ როდესაც 10 წლის ვიყავი და შემდეგ კი დრო და დრო შეიცვალა ყველაფერი და დავაარსე ეს ყველაფერი. გავარჯობათ, როგორ ბრძანდებით? გადასარევა თქვენ როგორ ბრძანდებით? კი, ახალი პროექტი დავიწყეთ. თქვენ როგორც თქვით, ახალი მექანიზმი გვაქვს. ჩვენი მექანიზმი და ჩვენი პროტოტიპები ამართლებენ, რა გავაკეთოთ? ისევ განვაგრძოთ ამ პროექტზე მუშაობა? რა თქმა უნდა განვაგრძოთ. კარგი, მგონი ხელს გიშლით, ახლავე გავალ. გააგრძელოთ თქვენ ამის. კი ბატონო. ბევრმა არ იცით, მაგრამ ცოტა მაინც თუ იცის ის, რომ ჩაკის პიცერია დავაარსე 1999 წელს. მას შემდეგ ადამიანი ჩემ პიცერიაში იყრის თავს. ძვირფასო საზოგადოებაო, ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო. თქვენ ისიც არ იცით, რომ ჩემი ტექნოლოგიით და ჩემი გუნდის დახმარებით დიახ. ჯანდაბა, ამის დედაც. ამ რაღაცეებმა მგონი კიდე ერთი გამოიჭირეს. მგონი ახალი სტაქირავება წერს, რა გავაკეთოთ. რთული სიტუაცია, ბატონო ჩემო. დროზე უნდა მოვაგვაროთ ეს ყველაფერი სანამ გვიანი არ არის. ახალი კანდიდატი გვყავს, თომასი ქვია და ძალიან უნდა აქ მუშაობა. სიამოვნებით მივაღებინებ მას ამ მუშაობაში მონაწილეობას. და ორი ესე რომ ვთქვათ, ჩვენთვის პრობლემა. მოკლედ, ერთი პოლიციელია და მაგის პარტნიორი რაიანი ქვია. მოდი ეგენი ცოტა იცი რა. მაგათ იმიტომ რომ არ გვინდა რომ ჩაგვიჩვალონ ეს დიდი პროექტი. კარგით, ხო და დავუყოთ მის ცხედ. მისი ცხედრის მე არაფერი ვიცი, მაგრამ რამეს მოვახერხებთ? ტყეში ისევ დაცვთა მობრა. ხომ გაგიგიათ მძორი ცხოველი, დიდი ხნის მკვდარი ცხოველი, რომელიც სადღაც ტყეში გდია და ლპება. შეგიძლია გადააგდო, თუმცა შეჭამს ვიღაც ან რაღაც, შესაძლოა მისგან ცულებიც აღარ დარჩეს. და დამატებითზე ჩვენი პროექტი ძალიან კარგად მიმდინარეობს, მაგრამ კიდე ერთი ადამიანის კიდევ მათხოვარი ხომ არ. მათხოვარი ჯობს, რადგან ის ქუჩაში წოწიალს საქმეს მაინც გააკეთებს და ფული მაინც ეკნება. თან შესაძლოა ეს გაჭირვებული იყოს და სახში კაპიკი მაინც მიიტანოს. უფრო მარტივად, ხო, უფრო ისე კარგი იდეა. ოდიში ძვირფასო საზოგადოებაო, ქალბატონებო და ბატონებო, ეს ადამიანი არ ვიცი ვინ იყო. როგორც ზემოთ აღვნიშნე, მე თქვენ გითხარით, რომ შევქმენი ჩაკის პიცერია და მეხმარა ჩემი გუნდი რობოტების გაცოცხლებაში, ისე რომ ისინი ადამიანებივით მუშაობენ.